უკანასკნელ პერიოდში ან სირთულეების ფონზე და იმ რეალობაში, ასე ჩვენ ყველანი აღმოჩნდით, ძალიან ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდა უბრალოდ კაპიტულანტი აი პრობლემების მიმართ, ყოფილი თუნდაც პრობლემების მიმართ, რომელიც წარმოიშვა, რომელიც მოყვა ჩვენს დამოუკიდებლობას და კალიმა ასე თქვა ძალიან გაცილებით მობილიზებულები შეხვდნენ ამას, გაცილებით ენერგიულები, გაცილებით პრაგმატულები და ფაქტია, რომ ოჯახების შენარჩუნებას, გულისხმობ ფინანსური გადარჩენა და არსებობა მათ განაპირობეს, თუმცა მეორე მხრივ ეს არის მეორე მხრივ ამას აქვს ძალიან დიდი მინუსი, ეს არის შრომა ხშირ შემთხვევაში აუტანელი და მართლაც რთული, განსაკუთრებით თქვა აი საბერძნეთში სადაც ნახე პლანტაციებში რომ მუშაობენ, მაგრამ იმის შეგნებით რომ აი მათ ოჯახებს და მათ შვილებს, ნუ ალბათ დედის ინსტინქტიც განუყოფელ ფუნქციას ასრულებს აქ და შეიძლება გადამწყვეტიც კი ამ ყოველ შემთხვევაში ხშირ შემთხვევაში კაცებზე ძლიერები აღმოჩნდნენ ქალებიდან აი მათი ნახვის და მათთან საუბრების შემდეგ გამიჩნდა პირადად ამ პიესის დაწერის სურვილი და ვისაც ახლა ბეკეტი უყვარს და ახსოვს მისი პიესა დოდოს მოლოდინში გასაგებია რა იგულისხმება დოდოს მოლოდინში იმ მოლოდინში ცხოვრება რომ აი გამოაგზავნეს ცოლია და არის თუ ზუსტად ქალები არიან ქვეში ერთხელ მაინც ფულს და მე იმ ფულით რასაკვირველია ავარსებობთ ჩვენ ამ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი არის საკმაოდ ტაბუდადებული საქართველოში. ანუ თითქოს ვიცით რომ არსებობს ეს ფენომენი, სტატისტიკა გვაქვს, ანუ ბოლო კვლევის მიხედვით ყოველ 11 ქალში ერთი საქართველოში აღიარებს რომ გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი თავისი მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან. ეს ვინც აღიარებს და საერთოდ ყველა ქვეყანაში ყოველთვის ესეთი კვლევები რეალურ სურათს არ იძლევა, უფრო მეტია მასშტაბი პრობლემის, ვიდრე ის რაოდენობა ქალების, ვინც ამას აღიარებს. ანუ ჩემამდე მოდის უკვე ისეთი სიტუაცია, როდესაც უკიდურესობასთან გვაქვს საქმე, ხო, აქ უკვე კანონის დარღვევასთან და რაც გამოიხატება სისხლის სამართლის პასუხისგებლობასთან მიმართებაში, მაგრამ მე როდესაც მოქალაქეებს ხვდები, ანუ აი ამ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მე პირადად მაოცებს ხოლმე მათი დამოკიდებულება, იმიტომ რომ თავიანთი ჩვენებებში, სხვათა შორის მოწმეებით გამყარებულ თავიანთ ესე იგი სიმართლეში, რასაც ამტკიცებენ, აშკარად იკვეთება ის ძალადობის ფაქტები, რაც მის მიმართ ხდება ოჯახში, მაგრამ ესე იგი ერიდებათ ამისი დაფიქსირება, ეს არის ხოლმე უკიდურესი ფორმა, როდესაც ისინი მიმართავენ ხოლმე სამართალდამცავ ორგანოებს და ამ შემთხვევაშიც კი რამოდენიმე მათგანი ყოფილა რომ შემდეგ ჩემთვის უთქვავს რომ მე არაფერი არ მინდა, უბრალოდ იქნებ ხელწერილი ჩამოართვათ რომ მე აღარ შემნახოს. პირველ რიგში რა თქმა უნდა შვილები, მაგრამ ქალი, რომელმაც ის შვილი უნდა გაზარდეს, ხომ პიროვნებაა პირველ რიგში. დიდი ბოდიში გაგაცნობთ ან სხვათა შორის აი ეს ამის რამოში დავუყო, სადაც ძალადობა იმ ოჯახებში ყველაზე მეტად ზარალდებიან, თვითონ შვილების გამო არ მალავენ ამას და სინამდვილეში ყველაზე მეტად ზარალდებიან შვილები. შვილები. შეუძლებელია რომ ჯანმრთელებს იგივე გაიზარდოს ადამიანი, რომელიც ბავშვობაში არის მონსტრი ასეთი ძალადობის ოჯახში გაცემა. ვითომ ერთი შეხედვით არის ეს, რომ ვითომ აი ბავშვების გამო ამას არსად არ ვიტყვი და დავმალავ. სინამდვილეში ის ბავშვი აბსოლუტურად განწერულია საშინელი ტრაგიკული ცხოვრებისთვის. ყველას ყავს 1-2 ნაცნობი ისეთი როგორც არის და დოდოს პროტოტიპი იქნება ან ასე შემდეგ, არა? და სხვათა შორის აი იგივე საბჭოთა წარსულს თუ დაუბრუნდებით, რაღაცნაირად იყო აი ამ თუნდაც ქართულ კულტურაში, თუნდაც 80-იანი 70-იანი წლების მიწურულის კინოს თეატრს თუ გავიხსენებთ, რაღაცნაირად ისე ვთქვათ, შიში აი ამ სოციალური თემების პრობლემატიკის. ალბათ აი ეს იყო რაღაცნაირად კლიშექცეული სოციალიზმის მომენტი, სოციალიზმი რომელიც მანამდე იყო რაღაცნაირად თავს მოხვეული ამ სახელოვნებო სივრცეზე და აი სოციალური პრობლემების მხატვრული გადამუშავება იყო ფაქტობრივად ის, რასაც ქართველი ხელოვანი გაურბოდა. ეს ხდებოდა რაღაცა, ამიტომ იყო ეს ალეგორიული ენა, ესე მისაღები და ქართულ კინოში, ქართულ თეატრში, ხო, რაღაცნაირად ეზოპეს ენა თუ შეიძლება ესე ვთქვათ, ეს აღმოჩნდა ის, რომელიც სწორედ რაღაცნაირად როგორც რეაქცია, კონტრრეაქცია აი ამ სოციალიზმზე დამკვირდა. თავარი პრობლემა კიდევ ის არის, რომ ახალ როცა ვსაუბრობთ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, გასაგები არის, რომ იჩაგრებიან ქალები, იმიტომ რომ დანგრეულია მენტალობა, მაგრამ როდესაც ეს ეხება უკვე 18-19 წლის ბავშვებს, ეს არის ტრაგედია. იგივე ჩემი თაობის ბავშვებს.
როცა 16 წლის გოგო გადაწყვეტს გათხოვებას, ეს უკვე ჩემთვის მე მგონი სერიოზული პრობლემაა. ესე იგი, მას არ აქვს რაღაც კონკრეტული მიზანი, მას არ აქვს სურვილი მიიღოს განათლება, ქონდეს რაღაც სერიოზული მომავალი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მთავარი, იგივე რელიგიური კლიშეები, იგივე დოგმატიკები და დამახინჯებული ტრადიციები, ამ ყველაფრისგან უნდა გავთავისუფლდეთ და როგორმე უნდა დავამკვიდროთ ტრადიცია, რომ ასე ვთქვათ, წინ წამოვწიოთ განათლება და ინტელექტი. რატო მიხარი რომ ასეთი ჭკვიანი განათლებული და არაჩვეულებრივი ახალგაზრდები ვნახეთ და ასეთი კარგი დიალოგი აი ნამდვილად დიდი ხანია არ მქონია ადამიანებთან, ვისაც უნდათ რომ უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ და რასთავარი არ იყოს ძალადობა ამ ქვეყანაში იყოს სამართლიანი ქვეყანა და დემოკრატიული და თანამედროვე. თუ გვინდა რომ თანამედროვე ქვეყანაში ვიცხოვროთ, რა თქმა უნდა, ყველას გვევალება რომ არ ვიყოთ გუნგრილები, რა ტიპის ძალადობაც არ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში. მით უმეტეს ქალებს აუცილებლად ჭირდებათ ისა დაცვა და იქ სადაც ქალებს ჩაგრავენ, მხოლოდ იმის გამო, ქალები არიან, რასაკვირველია, იმ ქვეყანას კარგი მომავალი არ აქვს. ეს არის ძალიან მარტივი და ძალიან მინდა მადლობა უთხრა ვისარგებლო შემთხვევით საქართველოს ნაკრებს, ჩვენს მურაგბეებს, რომელიც პირველ ავანგარდში არიან ქალების უფლებების დაცვის და ყველას მინდა მადლობა უთხრა, ვინცაც არ ეზარება და ამ დიალოგისთვის არის გზად. თქვენ ახსენეთ ჩეხოთის დასაწყისში ბეკეტი და მისი პიესა, ხო? როგორ ფიქრობთ, რამდენ შეცვლილია ეს ღირებულებები ბეკეტის საზოგადოებაზე, ჩვენი საზოგადოების რამდენად მატერიალიზება მოხდა ამ ყველაფრის და თუ არის დარჩენილი დღეს საზოგადოებაში ადგილი იმ ყველაფრისთვის, რაზეც თქვათ ბეკეტის ავტორი? ხო, მრავლის, მე მგონია ის პიესა თუ კარგად გახსოვთ, ხო, სხვათა შორის მარადიული პიესაა, ეს პრობლემა ძალიანაც რო ვთქვა, რომ დავშორდით იმ გარემოს, ნამდვილად ასე არის. მით უმეტეს იმ მოლოდინებს, რაც იმ პიესის, ბეკეტის პიესის პერსონაჟებს აქვს. რასაკვირველია ხა ადამიანი ასე სწრაფად გარემოს გამო და სხვა ფაქტორების გამო არ იცვლება და ნახე მეც მინდა რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრო და ამიტომაც მოვხდი აი ამ თემასთან დაკავშირებით აქვს